ეს ყარაჯალაა. აზერბაიჯანული სოფელი თბილისიდან დაახლოებით 10 კილომეტრის მოშორებით, რომელიც მე სულ ახლახანს აღმოვაჩინე. აქედან იყო ფერიხანუმ სოფიევა, მსოფლიოში პირველი არჩეული მუსლიმი ქალი დეპუტატი. ყარაჯალაში ქართული თითქმის არავინ იცის, აზერბაიჯანულად საუბრობენ. თავისთვის ცხოვრობენ და არც თუ ისე ცუდად. ასე მგონია თითქოს სხვა ქვეყანაში მოხვდი. ალბათ იმიტომ, რომ დედაქალაქი მასთან გეოგრაფიულად ახლოს, თუმცა საქმით საკმაოდ დაშორებულია. მათაც დიდად არ აინტერესებთ თბილისური ამბები. გამონაკლისი ინსაფ ალიევი აღმოჩნდა, რომელიც აი ამ სახლში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს და აი ამ მანქანით მუშაობს ცემენტზე. ქართული არც მან იცის, თუმცა ქვეყნის საერთო ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული. ეს ინსაფის მამა ჯალილია. ესენი კი მისი შვილები. ბავშვებს მამა უკვე 9 თვე არ უნახავთ. Çəkirəm oynatansın. დეკემბერში ინსაფი პოლიციამ დააკავა და მას თბილისელ სტუდენტებთან ერთად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა დაბრალდა. არადე ინსაფს არათუ ნანახი არ ყავდა ის ბიჭები, საერთო ენაზეც კი ვერ დაელაპარაკებოდა. პროკურატურის ბრალდებებს პროკურატურისვე მოყვანილი მოწმეებიც კი ვერ ადასტურებენ. ამასობაში ყარაჯალა აგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ რაღაც გამოაკლდა. თითქოს უსულო სოფელი გახდა, რომელსაც შვილი წაართვეს. ინსაფის დაკავებას უხილავი შიში მოყვა. კამერის დანახვაზე ყველა იმალება. უცხო ადამიანს ყველა ეჭვის თვალით უყურებს. ერთი ადამიანის დაპატიმრებით მთელი სოფელი შეიცვალა. ყარაჯალა საზოგადოებისგან მიტოვებულია, მაგრამ ჯერა რომ შეგვიძლია გვერდით დაუდგეთ ინსაფს. ის ხომ ჩვენთან ერთად იცავდა ქვეყნის მომავალს.